მთვარის გარშემო 10 დღიანი მოგზაურობა დასრულდა. არტემის მეორე დედამიწაზე დაბრუნდა. ეკიპაჟი თბილისის დროით გამთენიის 4 საათისთვის წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეში სან-დიეგოს სანაპიროსთან. ისტორიული მისიის დასრულებას ნასას პირდაპირ ეთერით მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. არტემის მეორე მკაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორ წერტილს მიაღწია და აპოლო 13-ის რეკორდი მოხსნა. ფართომასშტაბიანი აქცია კონცერტი ორბანის მმართველობის წინააღმდეგ. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ბუდაპეშტის მთავარ მოედანზე 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა. აქცია კონცერტის 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა მუსიკოსებმა ორბანის მისამართით პროტესტი საკუთარი შემოქმედებით გამოხატეს და ქვეყანაში ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. ჩვენ წინაშე არის არჩევანი, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას, ზელენსკი თუ მე, უნდა ამირჩიოთ მე. ორბანი წინასაარჩევნო კამპანიას ანტიუკრაინული განცხადებებით ასრულებს. მან საკუთარ მოქალაქეებს მიმართა, რომ თუ არ აირჩევენ, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა. ამასობაში ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად კონგრესმენებმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზნად ისახავს იმ უნგრელი მაღალჩინოსნების დასანქცირებას, რომლებიც პუტინს ეხმარებიან. ოდესაზე რუსების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. დრონებით დაბომბვის შედეგად დაზიანდა ათობით საცხოვრებელი შენობა და საბავშვო ბაღი. უკრაინამ კი კრასნოდარის მხარეში ნავთობის სატუმბის სადგური, ტვერში კი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი დაბომბა.